ესე იგი, გეპატიჟებით ილიას და აკაკის არა კაცო რა ილიას და აკაკის გეპატიჟებით ილიას და ელენეს თეკლა ილიას და ელენეს რაში? ქორწილში, სოფი, რა დაგემარ? ხო. და ქორწილი როგორც მესმის ისე იწერება, ხო? კარგით, თუ გადავწყვიტეთ თქვენი რესტორანი ორ კვირაში დაგირეკავ. კარგით, ნახვამდის, კარგად. ელენე, ლაშაა მან. თეკლა რა ქენ შენ? გადაწყვიტე? რა ვიცი, აი ეს ვარცხნილობა მომწონს ელენე, მაგრამ ნახე, აი ესეც კარგია, არ ვიცი. კარგია, თეკლა, მაგრამ მე აი ეს უფრო მომწონს. ელენე, ეს ვარცხნილობა არ არის, ყავა დამესხა მან. ისა, სოფი, ნახე, აი ეს ვარცხნილობა რომ გაიკეთო შენ. თუ შენ ბრტყელი თავი გაქვს და არ მოგიხდება. სად არის? ილია წასულია ჯერ ფოტოგრაფის ამბავი უნდა მოვაგვარო, მე მანქანაზე წავიდან მოკლედ ბევრი საქმეა. უი, ფოტოგრაფი მეც მჭირდება, ფოტო მჭირდება აუცილებლად თან სასწრაფოდ. ხო და ილია რომ მოიყვანს ერთად გადავიღოთ ფოტოები. არა ელენე, მე ჯერ სხვა კაბაში უნდა გადავიღო ფოტო რომ მამა ჩემს გავუგზავნო და მე სხვა კაბით წამოვიდე ქორწილში. მოვჩი. ყველა მოსაწვევი შევავსე. აუ მაგაზეც ვერ ჩამოვყალიბდი ბოლომდე ვიღაცების დაპატიჟება არ მინდა. რა ვქნა? იცი რა 4 მოსაწვევში თარიღი შემეშალა და თუ გინდა ეგენი გავუგზავნო. ამის ზურაზეც რა ვქნა არ ვიცი რა სიტყვის ხალხი თავისი პირველი ქმარი დაპატიჟა ქორწილშიო. ელენე მომისმინე ილია იყო შენს და ზურას ქორწილში? არა სოფი. ხო და შენც არ დაპატიჟო ზურა. სოფი ლაშაა მან. მართლა? გამოვშტერდი უცებ. ხო უცებ. ნიკა, დედიკო, ჩაბოდი დაგვენახე. მოვდივარ, ხო. გიხოცები ამით არ წამიყვანო ქორწილში რა? რატო დები მომწონს კი ხდება კარგია. ამით შეშულს კი არა შენ შობელს გავა რა შეიძლება ჯინსი რო ჩავიცვა? არა ნიკა რა ჯინსით არ შეიძლება ქორწილში წასვლა. რატომ და თეკლა რატო არ შეიძლება ჯინსით ქორწილში წასვლა? კარგი ელენე რა ჯინსით ქორწილში წასვლა? ისე რატო არ შეიძლება რომ ჯინსით წავიდეს? სოფი რატო არ შეიძლება ჯინსით წავიდეს? რა ვიცი რატო არ შეიძლება ჯინსით წავიდე? იმიტომ რომ გასარეცხია და გეზარება რო გარეცხო. ქალბატონო ხო არ მოსულა ეს კლიენტი, ჰა? კი, იყო ერთი მოსული და ჩემი ძეშურთან გაუშვი ისიც ბინასყიდის და ცოდოა. ქალბატონო, ვინ ბიზაშვილთა რა ცოდოა? მე არ ვარ ცოდო ქალბატონო, კარგით რა ისედაც ამდენი მევალეები მყავს, სად გაუშვით კაცო? ბატა, შენ მევალეები მაინც ყავს და იმას არავინ არ აყავს, არც ცოლი, არც შვილი. რას უყურებ რა არის? ისეთი კარგი გადაცემა კულინარიული საჭველებს აკეთებენ. რა საკეთებ ბატა? რა ვიცი ქალბატონო, გადართე თორე ბევრი მომივიდა და კუძზე არ დამაწოს მეშინია რა რას ვაკეთებ. მე მგონი მოვიდა ეხა კლიენტი და აბა როგორც ჩემპირი დამეხმარე იცოდე და ნუ გავაგიჟებთ ამ კაცს რა ძალიან ხო რა კარგი მოემზადე მგონი ის აბა გამარჯობა მოგზანდი გამარჯობა არაჩვეულებრივი ბინა თქვენ ასეთ ბინას ვერსად ვერ ნახავთ რა გაგმოგწო პირდაპირ გაკურვებას ვარ რა უკაცრავად
ბატონო, ესე ძალიანაც არ მithოვია დამეხმარეთ მე. ხო და შეიძლება რა ცოტა ისე, ხო? სხვა დროს ისეთ დიახ. გამარჯობოთ, მე პატავერე ჩემი ბინა. თქვენ ერთი ოჯახი ხართ? არა, ეს ჩემი მეზობელია ქალბატონი ნუნო. ნუნო. ია, სასიამოვნოა. დიახ. მე დედაშვილი მეგონეთ. ასლაპარაკო. წევლით, კაცო, ასლაპარაკო. აბა, რას აფასებთ თქვენს ბინას? მოგზავნით დაათვალიერეთ ეს სამზარეულოა. ესე იგი, ბინას ვაფასებ $60,000. დიახ. და ანუ ავეჯირო დავტოვო, რამდენს გადაიხდით? 58-ს. მასე დალაპარაკება თუ არის შესაძლებელი? რა თქმა უნდა, შესაძლებელია. შესაძლებელია თუ რამდენიც უნდა ვილაპარაკო აზრი არ აქვს. ანუ შესაძლებელიც არის და რამდენიც უნდა ვილაპარაკო აზრი არ აქვს. ხო და. ანუ ცოტას არ დააკლებთ? ვერა. უფრო ცოტას? იცით რა არის, ვერ დავაკლებ, ჩემზე არ არის ეგ დამოკიდებული, იმ შემთხვევაში თუ თქვენ გელას, ჯემალის და ციცის მოელაპარაკებით, მაშინ კი ბატონო დავაკლებ რამდენსაც გინდათ, კი ბატონო. ბატას მევალეები არიან. მაგიტომ ყიდის ბინას. საწყალმა ვერ გაიხარა ამ სახლში. არა, ეს ვერსად ვერ გაიხარებს. თქვენ ინერმეულეთ ყველაფერი კარგად გექნება. მოიცეთ, სახს რამე პრობლემები ხომ არა? არ, როგორ გეკადრებათ, გიჟან, როგორ გეკადრებათ, არანაირი პრობლემა არ აქვს სახს. თუმცა არის აქ-ერთი პრობლემა, მაგრამ შეგიძლიათ კარები არ გავუღოთ ხოლმე, ხო? უკაცრავ, თქვენ მარტო გადმოდიხართ საცხოვრებლად? არა, მეუღლე და ბავშვი. აი მე ბავშვი ყავთ და რა კარგია. ჩვენ სამეზობლოში კარგად მოუვლით, როცა დრო არ გექნება დაგვიტოვეთ ხოლმე, ჩვენ ვაჭმევთ, ვასმევთ და თუ საჭირო იქნება გამოუთხდით კიდევაც. ძალიან კარგი. მოხოთ, როცა გამოსვლამდე მივხვდეთ, გახსოვდეთ რომ 18 წლისაა. ნათელი ბინა ჩანს ის. კი, ნათელი ბინაა და თუ დენის გადასახადებს რეგულარულად გადაიხდით, უფრო ნათელი გამოსდება და მისიერეთ, ხო? ხო. რამდენი ოთახიანიაო? 3. დიახ. ოღონდ ეს არასტანდარტული 3 ოთახია. ანუ არასტანდარტული ქაბატონო, ეს წუთი უნდა ამყვებით უკან, რა ხდება მოკლედ გითხრათ ახლა. ანუ 3-იანი კი არა, მაგრამ შეგიძლიათ მაგალითად აი ეს ოთახი, აი აქედან აქამდე ესე გადატიხროთ და გამოვა 4. 4 ოთახი. მერე შეგიძლიათ ეს გადატიხრული კიდე გადატიხროთ და გამოვა 5 ოთახი. ანუ ხო ხტებით რა ვარიანტია ესე? ტიხარი ოთახი, ტიხარი ოთახი, ტიხარი ოთახი, ტიხარი ოთახი. აი ეს. ეს გამოვა. ერთკაციანები. რაც არის ახლა იმ ოთახების ნახვა შეიძლება? კი, რა თქმა უნდა შეიძლება. მოგზავნით აქეთ არის საძინებელი, მაგრამ გია რა უნდა გითხრათ იცით, აი საძინებელში ჩამოდის წყალი, ცოტა. ეგ არაფერი, არ უშავს. არა უშავს. მაშინ სააბაზანოში შედით ერთი ნახეთ იქ მეტლახია აყრილი. ხო, და მე გამოდით აივანზე ის მოაჯირია მორყეული და კიდე რამდენი არა უშავს გითხრათ რა ვიცი ახლა. ხო. შევალ. იმზადით, კი ბატონო, იმზადით, ნახეთ. ხო. ლაშაბიძე სად არის? ტუალეტშია. ლაშაბიძე ერთი წუთი გამოხვალ? გამაცადეთ რა ხალხო რა, დამაცადეთ რა. რა ვიღეს დებილობა? რატო დებილობა, რატო? სულთან მისტერ ბავშვი ხარ რა. უი ამას პაატას ვიტყვი მოეწონება. უი მართლა ისა ელენე, პაატა ვერ წამოაშენს ქორწილში. რატო? რა რატო 150 კაცზე ვაკეთებ და 90 კაცის ვალი აქვს და. აბა რა შევით ემზადებით? ქორწილისთვის. კი, ლაშა უამრავი საქმეა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს მოვაგვარებთ. ილია წასულია, ფოტოგრაფის ამბავი უნდა მოაგვაროს, ჩვენ კაბაზე წავალთ, უნდა ვიყიდოთ, მერე მოსაწვევებია დასარიგებელი, მოკლედ 1000 საქმე, მაგრამ მოვასწრებთ. და მოსაწვევებზე რომ დააწეროთ ილიას და ელენეს ულამაზესი ქორწილი და კაცა ბავშვი. არ არის ცუდი ეგ კოსტიუმი. როგორ არაა ცუდი, ბარემ წამიყვანი და პარლამენტში დამსვით. ისე ნიკა შენ თუ გონია შენზე ჭკვიანების ხედანი დააცლები. ეს
რაღაცა კარგად, კი ამას ემზარს ვეთქვი მოეწონება. კარგი, ახლა შევედი მე ჩემთან გადავრეკავ რაღაც საქმეებზე და ნუ შემომივარდებით აქაც. ნიკა დედიკო მიდი ადი შენს და ითამაში ჩვენ კაბაზე უნდა დავიდეთ. დედა, ეხლა მე მარტო ბუღალტრობანას თუ ვითამაშებ. ისე არ მჯერა რომ მე და ნიკა აქ აღარ ვიცხოვრებთ. რა სულელი ხარ ელენე, მაგის როგორ არ გჯერა? წავედით და გზაში ვილაპარაკოთ. ой, ისა ელენე, გეხვეწები ილიას გვარზე არ გადახვიდე რა. ელენე ქუჩაძე რაღაცნაირად ჭერს. ხო მართალია, ან ის გადმოვიდეს შენ გვარზე, ან საერთოდ ნებისმიერი სხვა გვარი აირჩიე. წავედით. არა, ფიზიკოსი არა. აბა ზანაში კედლებზე ფორმულები რატომ წერია? აი, ფიზიკოსი არა შეხედეთ ერთი რას გავს. ხო. სხვა ოთახსაც ნახავ მაშინ. კი ბატონო, მიბრძანდით აი საძინებელია დაათვალიერეთ ერთი მიბრძანდით. ხალბატონო, ნუ ვიცოდე, თუ კიდევ ერთხელ დამცინებ და კიდევ ხმას ამოიღებ, გაგაგდებ გარეთ იცოდე ბოლოს და ბოლოს. გამაგდებ და გაგაგდებ საიქიოში. უყურ ერთი ამას. პატა, შენ ხომ იცი რომ მე ტყუილად არ ვარ შემოსული. არ მინდა რომ ამ სახლში შენ არის უარგისი ადამიანი გამოვიდეს საცხოვრებლად. მე რომ აქამდე არ გამეკონტროლებინა ვინ შემოდის და ვინ გადის, ამ სახლში ალბათ რამდენი ლოთი და უსაქმური კაცი იცხოვრებ და ადაბ კაცმა არის. გასაგებია ხო, აი აბა ხალბატონო კონტროლიორო ესე მოგმართავთ მაშინ ხო, როგორც თქვენ თქვით, აბა რა სიტყვით გია მოგწოს თუ არ მოგწოს, მითხარი ხა როგორი ადამიანი. არა ჩვეულებრივი ადამიანია, ზრდინჯი, ზრდილი, ახოვანი, მერწყული. ხო, არა გია, ხო. მეუღლეა. მეუღლე შელაპარაკებით. ცოტა სარემონტოა, მაგრამ ანუ ესეთი არა ხო. არ ვიცი. ალბათ კი. ვერ დავაკლებ. არა. კარგი, მე დაგიგებ. ხომ კარგი ბინა მოგწონთ და რატომ მოიფიქრეთ რომ აქ გადმოსულიყავთ იქ სადაც ცხოვრობთ რა არ მოგწონთ? ისეთ იქ ისეთი სამეზობლო მყავს რომ აი ერთი კაცია მაგალითად სუქანი და ზარმაცი. ხო და დიშვილი ისეთი ცეფი ყავს რომ სადარბაზოში ვერ გაივლით, ესე იგი სულ ასაფეთქებლებს აფეთქებს. სულ ესე იგი ხო მეორეა და ხო მეორე მსახიობია. მაგრამ ვერ არის. გონი. ხო და მაგრამ ერთი ქალია. ერთი ქალია დილიდან საღამომდე იმისი წევლა ისმის ჩვენ სადარბაზოში. აი ეს გადავწყვეტეთ რომ აი ეს რა კარგია ბატონო გია ეს გარემოს შეცვლა რომ მოინდომეთ. ესე ბატა რა მეგვიწყდა. დიახ გიც. აქ მარტო ცხოვრობთ ახლა ამ სახლში? კი, ახლა მარტო ცხოვრობ. ადრე ბაბუასთან ერთად ცხოვრობდი კოტესთან ერთად ხო და ისე კოტე მოვწავიდე სოფელში ცხოვრობს ახლა. მეც არ ვიფიქრე გასო ოთახში ამდენი სტალინის სურათი რატო გაუკლიერებ? ხო, არა, გია იქ შენი გაკრულია ხო? მართლა? კი, შენი გაკრულია. კი. კარგი. კი. სხვადასხვა ჩამრთველი იყო გაფუჭებული და მე შევაკეთე. მართლა? მაშინ ბინის ფასი ცოტა მოიმატებს. ხუმრობს ესე ვითომ ხუმრობა ესეთი მოდი აქეთ მოდი აქეთ მოდი გამოდი აქ. წესერად ელაპარაკეთ რომ აქ მოგრეხელს გამისწორებ იცოდე. გიეთი წოთი თორდელეთ აქეთ. ორ კვირაში ლაშას დისკორწილია და სამეზობლოში 20 ლარს ვაკროვებთ. ლაშა წინ ცხოვრობს თქვენთან. ხაბადო მე ჯერ არც გადმოსულ ვარ და ჯერ მე არც თხოვთ გია. კარგი. მოკლედ გია რა სიტყვით თანახმახარ ყიდულობთ თუ ერთი წავით შეიძლება. ეს ქალი ამ სართულზე ცხოვრობს? არა, რამოდენიმე სართულით ქვევით. მაშინ ძალიან კარგი ბინაა. კარგით მაშინ გია, ესე იგი მოვილაპარაკეთ. ხო, კარგით. ისე გია უკაცრავთ ის კატლეტის სუნი აქცენტ. კატლეტის სუნი რა. ოხ მარინა. მარინა? ესეც სახში ჭამა ვერ მოვასწარი და შემოწომა ჯიბეში კატლეტები ჩამიდა.
უკაცრავად რა, სად გადავაგდო? რა უნდა გადავაგდო? რას ლაპარაკობ? რა უნდა გადავაგდო ბატონი? ამ როგორ გაკადრეთ თქვენ ხა კატლეტის გადაგებას მომეცით მე გადავაგდო. მე გადავაგდო. არა, მე გადავაგდო. და შეწუხეთ ამაზე მე გენოყოთ მითხარით სად გადავაგდო და. კი, ეხლა ვეგეთქვით, აი გადავაგდეთ, დროზე გადავაგდეთ. მე წავალ და გულს ავიღებ და საღამოს შემოგივლით. კარგი, მოკლედ შევთანხმდით ხო ისა გია ბოდიში რა უნდა გითხრის შემთხვევით ყემალი ხო არა გადასაკეთე. არა. ხო, კაი. დროებით. ატლეტიკო. მე მაქვს სახში 8 წლის წინ გაკეთებული ტყემალი ცოტა ამჟავებულია, მაგრამ მოგიტანთ მე მენებოდა გადასაქცევად ხოც ჩემი გაკეთებული და საკუთარ გაკეთებული გადაკეთება დააწყებია. სოფი, ნახე ჩემთვის როგორი კაბა ავარჩიე, ლამაზია ხო? კი, კარგია, თან შენ ხომ ელენეს კაბის ბოლო უნდა გეჭიროს, ხო და ამ კაბაზე აიფარე. გოგოებო, აბა შემომხედეთ, კარგია, მიხდება. იცი რა, მე მგონი ცოტა ზურგი მეტად რომ იყოს ამოღებული უკეთესი. და ცოტა მოკლე რომ იყოს. და იცი რა, ცოტა უფრო თეთრიც რომ იყოს და ცოტა ეს ჭყიალები რომ ნაკლებად ქონდეს. და იცი რა, ცოტა იაფიც რო ღირდეს. ხო, სოფი ძვირია, მაგრამ ძალიან მომწონს. კარგი, ელენე, თუ ესე ძალიან მოგწონს, უნდა იყიდო, ცხოვრებაში ერთხელ დგება ეს დღე. აუ, ძვირია, ელენე, წადი გამოიცვალე სხვა კაბანი. სოფი, ახლა შენთვის ავარჩიე კაბა. შეხედე თან ქვემოთ როგორი გაშლილია და ცეკვის დროს იატაკიდან ადვილად აიღებ ჭიქას. მომისმინეთ ეკლა შენ ამ ქურწილშიც დათრობას აპირებ და მე დოლზე დაკვრას? აიმე, ვინ რას მეუბნება, შენ არ იყავი ნუნუკას ქორწილში, კეციდან როსან ღვინოს მამა ჩემთან ერთად. უკაცრავად, ერთი წუთით რა. ვერ გადავწყვიტე რომელი ჯობია და ეს თუ ეს? ერთი წუთით ეს ლამაზია. ამას მე ჩავიჩვარ. ესე ძალიან ლამაზია, მე მომიხდება. მადლობა. ნახავ კიდევ რამეს და გაჩვენებთ ერთი წუთით. გოგოებო, ნახეთ მე მგონი კიდევ ერთი კაბა ვიყავი და უკაცრავად, ეს კაბა არ არის, ფარდა. არა და კარგი დაჭერია. კარგი, მაშინ აქედან ავარჩიეთ. კარგი. აი ეს? მაჩვენე? აი ეს. არა, ელენე არ ვარგა ეს. ვიცოდე? უკაცრავად, აი თქვენთვის ავარჩიეთ კაბა. აი, მადლობა. სოფი, ეს? კარგია. კი, კარგია. კარგია. ხო, მაგრამ მე ეს უფრო მომწონს. გოგოებო, ნიკამ დამირეკა სასწრაფოდ უნდა გავიქცე სახლში, კობახიძეები მოსულან დღეს ეგონათ ქორწილი. ხო და თქვენი კაბების არჩევას რო დაამთავრებ, ჩემი კაბაც შეაფუთინეთ და წამომიღეთ, ხო? კარგი. ჩვენ ქორწილისთვის ვირჩევთ კაბებს. კი, მივხვდი. მე მეჯვარე ვარ. თეკლა არ არის მეჯვარე. თეკლას მამა აკონტროლებს და მამამის ნერვს ექვია. აი თქვენს ქორწილისთვის ეძებთ ხო კაბას? კი, საპატარძლო კაბას ვეძებ. ფაიმე, თხოვდებით? გილოცავთ რა მაგარია. სხვათა შორის ჩვენი მეგობარიც თხოვდება ორ კვირაში და ერთი კვირის წინ დაიწყო უკვე მზადება. და თქვენ როდის გაქვთ ქორწილი? იცით, ჩემთვის ჯერ არ უთხოვია, მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე მთხოვს ცოლობას. რა კარგია, წინასწარო მიჭერთ თადარიგს. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი მე და ილიას. ილია! სხვათა შორის ლექტორია. დიახ. ლექტორია? ფოტო ხომ არ გაქვთ? ფოტო? კი. ნახავთ თუ შეიძლება. აი. ილია? ვაიმე, თქვენ ილიას მიყვებით რა მაგარი. უი
კატლეტი ხუმრობს შენ ორი კატლეტი რა ფაქტიურად ვიქეიფე რა აუ რა მაგარი იყო რა და ყიმალი მოგიტანეს ტურუებისგან შეჭამე უკეო არ მექნა ხალბატონო არ მიდოდა მეთქი დაველოდები მაგრამ ხო იცი კატლეტები რა ცელქები არიან ამათი ბუნება ხო იცი რაღაცნაირი ბუნება აქვს ამათ სვანაერი და ესე ხო იყვნენ წამოწურულები თავისთვის თებსი რა დაემართა და არ ვიცი უსმოდ რა კატლეტდნენ ჰაერში ესე და ორივე ერთად სინქრონში ორმაგი ტულუპიდან ჩაკატლეტდნენ აი რა მექნა ხალბატონო მაგრამ ეს ყემალი დატოვე იყოს მე ის კინოს რო უყურებ საღამოთი დამჭირდება რატო არ იცი შენ ეგ ხალბატონო ისი რა მაგარია წარმოიდგინე შენთვის სახშიზი ხარ მარტო შუქი ჩამქრალია დიმაზე ხარ მოკალათებული მაგარი ფილმი გაქვს ჩართული და ჭიქინა ტყემოს რო წრუპავ რა მაგარია აუ რა მაგარია რა ვქნა აბა ეს პოპკორნი არ მაქვს და რას ბუდიალო პატა რო დარეკა ეს კლიენტი იყო ამოსული ხო წეღან დამირეკა და ის კორპუსი რო აგნიფო აუხსენე და ეხლა ამოვა ალბათ და ისე ნეტა მაგასაც რომელიც სული ყავდეს და რამე ესე დესერტს კი დააყოლებ და ხადა და ტყემალი რა მაგარი მოვიდა ავით მელოდია და მე მგონი ეგ არის კი გამარჯობა მოგზავნით გამარჯობა ნუ ბნელი ბინაა ხო? სასიამოვნოა. ბნელი რა ეხა თუ თვალებს დახუჭავ ბნელი იქნება ხო? ისე ძლივს მოვაგენი. რატო? ხელოთ ერთი ლოთი კაცი შემხვდა და იმან მომიყვანა თორემ საწყალი კაი კაცია ეთყობა ლოთი ცოლი ყავს ცოტა უჟმური და ამიტომაც გავუწყდა. პატა სანაყი ქვა მომეცი? ჭანდაბა ჩემ თავს. თქვენ წაიღეთ თქვენი ბებია? დედა. ალბათ გვიან გაუჩდი ხო? აფაც მე წავიღე პატა. ხო თქვენ წარმოიდგინეთ მე ჭანდაბა ჩემ თავს. პატრონი ვინა? პატრონი მე ვარ. კაი ერთი ხო, კაი. და რას აფასებს პატრონი? მე ვაფასებ 60,000, მე $60,000. აი პატრონს გადაეცი რომ კაი მეძვირე ყოფილა. კაი. რას ლაპარაკობ მეძვირე რატო? ახ თაივანი და ახალი ერეცა. აუ რა საშინელი ხედია რა არის ეს რა ხედია? რა არის საშინელი ხედი? რა გადაკეტეთ კარი ვიმემარგვეს როლოს მაინც დაკეტეთ კარი ერთი. შეხედეთ ერთი. აი ტელევიზორს ჩავთავე ხა უყურეთ. South Animal Planet-ზე უყურეთ Animal Planet წავიდა. აჰა, შეხედეთ რა ხედებია. ნახე რა ხედია. რა ხარის პერა ფაქტურა, შეხედე, აი მინდოში კვერნაც კი მოჩას. ნახე რა ხედია. რა მოგწონთ, ვერ გავიგე ბატონო, რას ლაპარაკობთ. აი. ალბათ შენაირად თხელი კედლებია, აი. ალბათ ხმაური შემოდის, ხო? არა, როგორ გიკადრებათ, რა საიდან მოიტანეთ რა ხმაური? არა, თუ არ შემოდის, აქედან გავა, მე რო დავთრები, ისეთი ყვირილი და გინება მიყვარს რომ. პატა, რაღაცა მეხისუნი მცემს, მე მგონი ვიღაცას დაეცემა. აი, აგრევ ნამდვილად ამ სამზარეულ აჰა, პიანინოს აი აქ დავდგავ პიანინოს. პიანინოზე უკრავთ, აუ რა მაგარია. არა, ბავშვები უჭყაპუნებენ რაღაცას ასე ატყაპუნებეზე. ბავშვები ყა? ატყაპუნებენ? ხუთი, შვილი, ბიჭები. არ ბიჭით გასდა ხუთი შვილი ბიჭის. არა, მიჯერებენ. არა, ხან მაიმუნობენ, ცოტას მაიმუნობენ. ხან ლიფტს გააჩერებენ ხოლმე, გამორთავენ. ხან კიდევ ამ დენის მავთულს აიღებენ და კიბეზე გადაკეთებენ ხოლმე. მაგრამ არა უშავს ბავშვებს უყვართ, ელქობა უყვართ. James Bond. Bond კი არა ბონდო ხარ, ბონდო. James Bond. აი რა არის, ნახე. შენ კიდე გაიხადე, ეხლა მაინც გაიხადე თუ არ მოგწონს. ან გახიე საერთოდ. რო გავხიო მე ახალს აღარ მეყიდიან და გახეულით რა ივლის. მოიცადე თვითონ. სად არის? აი. ნიკა, მოდი ეს თვითონ. გაიკეთე აბა ეს თვალე ეს თვითონ. ესე, გაიკეთე. ეხლა ცოტა მოჟამული სახე მიიღე. სუპა უსუპაშვილი ხარ რა. კარგი რა.
რა, კარგი და პარლამენტი ნუ გინდა. ჩადი ეზოში და ბავშვებს ვთქვი რომ პრეზიდენტი ხარ მათი. ოღონდ თუ ქვები დაგიშინეს გამოიკეცო. აუ, კარგი რა პრეზიდენტი. მე ისე ვითომ შენი დაცვა ვარ და იმიტომაც შეასე. ჩემი და ჩემზე დაბალი და მსუქანი დაცვა მაგარია რა. რა იყო ტყუიას თუ გასვენ ფეხებზე გადაგეფარები და ჩემი ქონები დაგიცავენ. აბა რა უკნა? რა უნდა ქნა? კარგი ნიკა, ნუ ნერვიულობ დაწნარდი დამშვიდი. რა უნდა ქნა ახლა? ქორწილში ყველა შენსავით ჩარვან კოსტუმი ეცმება. მაგრამ ყველა შენ დაგწინებს. კარგი იყო. მოვიფიქრე. იცი რა ქერი? ილუზიონისტი რო იყო, ფოკუსნიკი რა. თან ერთი ფოკუსი გააქვს უკვე. ბავშვი პიჯაკით. ისე კარგი იდეა, თან ზუსტად ვიცი მაგარი ფოკუსნიკი გამოვა. ხო გახსოვს კარტებს როგორ ვაქრობ ხოლმე? კარტებს კი არ აქრობ, კარგავ. მაინც კარგი იდეაა ეგ. მაგარ ფოკუსებს ვისწავლი და დავალებებს დაწერილს გავიჩე ხოლმე ველში. ანდა კარგ ნიშნებს დავიწერ. და პირდაპირ სკოლა რო გავაქრო. ეს ლაპარაკ შენ ძალიან ხوار გიჭერს ეგ პიჯაკი. ეხლა წავალ მე, საღამომდე რაღაცებს გავაკეთებ და ნახავ თუ ძალიან მაგარი ფოკუსები არ გაჩვენა. მიდი, კარგი, მიდი. ვაიმე ეკა. აუ ამის ნერვები არა მაქვს, ვითომ სახლში არა ვარ. ვითომ არა ვარ სახლში. მაშა, ვიცი რომ სახლში ხარ, გამირე. ანა რა არის ეს პილოტი არაფერში რო არ გამოგადგება რა ჩუმად მეც იყოს თავისთვის კაცო ეკა ელენია სახლში და ვერ შემოგიშვებ მერე გამოიარე მე ხო მართლა კაი მაშა ელენის ველოყარაკეთ ასე მითხრა კაბის საყიდველს წავედი ასე რომ არ გამოგივა ეგ ამბები ხო შემოდი კი ბატონო საძინებელი აქეთ პირდაპირ აბა რა სიტყვი ხალბატონო აი თქვენ რო მოგიხდებათ და როგორც იმსახურებ ზუსტად ესეთი მეზობლის ღირსი ხარ თქვენ აი ესეთი ზუსტად და ამის მეზობელი არ გამხატო თორე მიქელ გაბრიელის მეზობელს გაგხდი ზოგადად ფართობი. ისე ის გამიფუჭდა, რა ქვია, ჩასართველის რუსული როა, რუსული ვიკრულ ჩაწელები მაინც ძალიან მაგარია, ძალიან. ვიკრულ ჩატელი კი? აი აქ სააბაზარო. ხედა, იმ კაცმა გააკეთა და მან კიდე გააფუჭა, მას გაუხმეს ეს მელოტი თავი. აი, ბატონო, რა გჭირს, ეხა ერთი რაღაც გააფუჭა და რა სიწყევლები ვერ გავიქ. აი, ბატონო, ეს მომიწდა რა. არის ეს რა უბედურობა, ალბათ ზავადსკოი ბრაკი იყო ალბათ, ხო? ესე პატრონი რომ მოვა უთხარი შეაკეთოს, გააკეთოს ერთი. ეტყვი, ხო, ეტყო, მართლა ზავადსკოი იყო, ხო. ისა ქალბატონო ნონა. ნუნუ. რა მნიშვნელობა აქვს? თქვენი სახელი? ვაჟა? ზაზა, რას გეტყვით, ცოტა? ზაზა, ცოტა სერიოზულად მელაპარაკე და მითხარი ახლა რა გნებავთ? მოთ მითხარი. მაგარი ხალია ისე დედა შენი, მაგარი. ქალბატონო, იცით რას გეტყვით? აი, ბინის პატრონი ცოტას ხომ არ დააკლებს, ქალბატონო ნორა? კიციან. რას გეტყვით, იცი? კაპიკს ვერ დააკლებს, იმიტომ რომ ბალები უნდა გადაიხადოს და თანაც მაკლერსაც უნდა გადაუხადოს. უკაცრავად ისე ბატონო, ერთ წუთი მოგზავნე ქალბატონო. რა მაკლერი მინდა ეხა ეგ მაკლერი, რა მაკლერი ქალბატონო, კარგით ეხა რა. თელი დღეების გაყიდვაში გეხმარები და ამას თუ მიყიდი ბინას, მით უმეტეს კომპენსაცია გექნება გადასახდელი. აი, გასაგები ერთი წუთი დამაცადე ხო? ისა, ბატონო ზაზა, ისეთ რა არის.
სამწუხაროდ ეს ბინა ფაქტიურად გაყიდულია ხვდებით? ანუ აქ დილით უკვე იყო ერთი კლიენტი მოსული და შევთანხმდით და ესე და აი $60,000-ზე შევთანხმდით და თქვენ კიდე ამბობთ თან დავაკლოთო და გასაგებია. იცი რას ვიზავ? ეხლა მეწავა. პატრონს დაურეკა და $60,100 შევთავაზებ და ალბათ მომყიდის, აბა რა იქნება? კარგად იყავით. $100 უნდა ბის გააკეთო საქმე. $100 ქალბატონო. $100 რა მაგარია ქალბატონო. შენ ხუმრები $100 ქალბატონო. ნეტა თუ $100 ამატებდა კიდე შემოერთხარა მორიგებული კაცი ყოფილა ქალბატონო. გაჩუმდი. სხვათა შორის დღეიდან გილოცავ დიდარი მეზობელი გეყოლება ქალბატონო. $100. აბა $100 იცი რამდენი? $100. ძალიან გთხოვ პირდაპირ მითხარი რა გინდა? $100. რა? ხო. მეც ესე პირდაპირაც არ ღირდა, იქნებ შემოგევლო ცოტა. რა $100? იცი რა, რაღაცები მჭირდება, iPad-ი, ტანსაცმელი და კიდევ რაღაცეები. საიდან უნდა მოგცე მაშინ $100? აი, დროს ბარი რო გაყიდე. მე მგონი გაქვს ფული, ხო? ბარი გავყიდე. მოიცა, რატო უნდა მოგცე? რატო თუ არ მოგცემ ელენეს ვეტყვი ყველაფერს ჩვენზე. ელენეს ვეტყვი ყველაფერს? აი, ნახავთ მაგასაც, ვის დაუჯერებენ? შენ დაგიჯერებენ თუ მე დამიჯერებენ? იცი რა რელაშე, ელენე საკუთარ თვალებს უფრო დაიჯერებს, როცა ფოტოს ვანახებ, როგორ წევართ ერთად ლოგინში. რა? შეხედე? ფოტო გადამიღე? აქ რო დავრჩი მაშინ, ხო საყვარლები ვარ? წაშალი ეხლა წაშა. აი ხლა წავშლი ამ ფოტოს, წავშლი და მე რასაც ანახებ, მაგასაც ვნახავ რას ანახებ ელენეს, ხო? ეს როგორ ეხსნება ამას ბლოკი? ზედა და ძიესი. სად ნახო ფოტოები? გალერი მონახე აბა მან სად. გალერი წაშლა რომელი? მილაშე რა სასაცილო ხარ? სასაცილო ვარ? აბა შენ წაშალი თუ მაგარი ხარ. წაშალი აბა ერთი წაშალი. ხო, წაშალი აბა, წაშალი აბა მიდი, ხო, წაშალი აბა, წაშალი? არა მაგარი ვარ. როგორ მოგატყვი აბა ეხლა მიდი აბა რას ანახებ ელენეს მაგასაც. მილაშე გულუპრილო ხარ, ლეპტოპშიც მაქვს ეს ფოტო დესკტოპზე მიყენია და მეორე სკრინსეივერი რა სხვათა შორის. მეორე ფოტო არ იცი ხო ერთი ცოტა. მოიცა მეორე ფოტოც გადამიღე? ერთი როგორ იყანაღე. რა, გამხელა მუცელი მაგრა. მუცელი არ არის, ეგ ლოყა. საერთოდ არ მაინტერესებს ეს ფოტოები და მე შენ დღეიდან აღარაფერს აღარ შეგესრულე. აი ნახავთ, არაფერზეც არ შეგესრულე. დიახ. 55 40 წესიერად 56 1 და 57. კარგი რა, ხო ყველაფერი გავაკეთე რაც გინდა და წაშალე ეგ ფოტოები გეხვეწები რა. არა, ასეულ ფულს არ მოვცე არ წავშლი. და გაჭირებ ელენეს და სხვათა შორის ილიასაც. სულ არ შემწვევა რო იცოდა. რა გადაგიშავე ამ ხალხმა გამაგებინა. ილია მაინც არ გეწოდება. ილია არ მეწოდება სწორედ თორე ელენეს მართლა რას ვერჩი. იცი ბერლინდა რატო ჩამომიყვანა? არა. შენზე დიდ ბიჭთან ერთად არ უნდა დადიოდო. საწყალი შენზე დიდი ბიჭი. სულ ეგეთ რაღაცებს მიკეთებს. ვითომ ზრუნავს ჩემზე და მე კიდე საერთოდ არ მინდა რომ ზრუნავდეს, მინდა რომ დამანებოს თავი და ფოტოს რომ ვაჩვენებ, იმედი გაბრაზდება და გამიშვებს უკან ისე. არ მაინტერესებს ეგ ფოტოები და მე მაგ ფოტოს გამო ოჯახს არ დავანგრევ. დიახაც არ დავანგრევ. ვიტყვი რომ რაც. მოიფიქრე რამეს. მაინც ვიტყვი რომ გეი ვარ და ემზარი მიყვარს. ემზარი მიყვარს ვითომ და ემზარმა შემომისწრო პაატასთან და იმის მერე გალოცდა ბიჭი. ნუ ბიჭი რა კაცი. ძალიან საინტერესო ისტორია, ძალიან. ხო, მაგრამ პრინციპში ეგრე ახლა სამოჯახს ვანგრევ. გეხვეწები წაშალე ეგ ფოტო რა, წაშალე. არა თქო ლაშა და საგამოს გამოგივდი და შენ ფული გამზადე. კარგი თორა და ალბათ ელენე იქნება სახლში და ახალი კაბაც როგორ მაინტერესებს ძალიან. კარგი საღამოს გამოიარე და მოვიფიქრებ რა. კარგი და კარებს ვინ გამიღებს? მე.
კიდევ ერთხელ გეუბნები, არ უნდა მიყიდო შენი ბინა ბაჟას. შენი საფრთხე არ გეცოდება, ჩვენ მაინც შეგვიცოდენ მეზობლები. ვიფიქრე, პაატა გადავა და ვინმე ნორმალური შემოვა ჩვენთან საცხოვრებლად მეთქი, მაგრამ მოძებნე, ტეტია, გაუცხრელი და უტვინო, ისეთი ხო შენ სიყარი. ბატონო, რა. ეგდე მანუ დაიბოხე ხმა. უნდა მიყიდო ბინა მეორეს. რა კარგი კაცი იყო, დარბაისელი, დინჯი, ინჟინერი, თანაც გია ერქვა. ლაშა უთხარი რამე, ლაშა ნუ გძინავს, ლაშა უთხარი რამე, ლაშა გაიღვიძე. არ მძინავს, უბრალოდ ქუთუთოებს უყურებდი შიგნიდან. რატო გამომიყვანეთ ჩემი სახლიდან მითხარით რა? ლაშა, რომელი მოგწონს შენ მეზობელი? უნდა ავირჩიოთ ჩვენ მეზობელი. რომელი მოგწონს? არ ვიცი, ნუ ბიჭოლა, საიდან ვიცი მე, არც ერთი ვიცი და არც მეორე და რომელი მომწონს როგორ თქვა? აი გეტყვი ხა მოკლედ გეტყვი. ერთი არის ძალიან კარგი ადამიანი, მეორეა ძალიან აუტანელი. შეგეშალა ქალბატონ ნუნუ. ერთი არის კარგი ადამიანი, მეორე $100 მეტი. მე $100 გამოიჩე ვაჟას. რასა მაგის გულისთვის არის ციცი რო დამდეს მოსაკლავად $100 ეძახის. მოიცად, $100 გამოატეხეთ ამ ხელა ამბავი? $100 რა არის არაფერია. მართლა, აბა შენ რატომ ხო შენ $500 თუ არაფერი არ არის? იმიტომ რომ ის $500-ია. ლაშა, ჩემო კარგო, ესე ერთიანად რატო ითვლი მე, ჰა? სად ვინ გასწავლა, სად ისწავლე? დაშალე, აბა ცალ-ცალკე დაშალე, $500 და გამოდის 5 არაფერი. მე ესეთი ცოტა თანხის გულისთვის წირავს მეზობლებს ლაშა. ბატონო, ნუ რა არის ცოტა ვერ გავიგე. $100 ცოტა, მითხარით ერთი, როგორ არის $100 ცოტა თანხა მითხარით? $100 ცოტა, წარმოგიდგენთ ერთი $100-ია. ან ორი $50-იანი. ან ერთი $50-იანი, ორი $20-იანი და ერთი $100-იანი. ან 10 $100-იანი. წარმოგიდგენთ, აბა. წარმოგიდგენთ, გეკითხები. ჯერ საქმე 10 ცალი $100-იანი, 100 ცალი $1-იანია. ან $100 800-თეთრიანია და 3200 5-თეთრიანია. $100 ლაშა მინიმუმ $160-ია. $100 €75 და $100 175 ლირაა და რუბლი რამდენზეა შემახსენე? რაიც ეგ არ ვიცი, მაგრამ წევლაში რამდენია თუ გინდა ეხლავე დაგიარაშე და მაგი შეგიძლია ცოტა ნუ ბიჭოლა, იქნებ ეს ვაჟაც კარგი კაცია და უბრალოდ თქვენ ცდებით, ჰა? როდის იყო მე ადამიანების გამოცნობაში ვცდებოდი? გახსოვს როდის გითხარი, პაატა გიჟია და ნუ იმეგობრებთ მეთქი. რამდენი ხნის მერე დამიჯერე? ოც ვაჟაც. მართლა დაუჯერეთ? რა ვიცი ახლა. კარგი რა ლაშა, როგორ ნუნუსი როგორ უნდა დაიჯერო რამე რა, ნუნუსის როგორ უნდა დაიჯერო ადამიანის რომელმაც ემზარი აირჩია თანაც ორჯერ ლაშა. როგორ წერე ეგეთი ადამიანის უნდა პაატა, გააჩერე ენა. გია მეთქი. ვაჟა მე. გია. ვაჟა. გია. ვაჟა. ვაჟმაჟუნა ვაჟა. ვაჟა. ვაჟმაჟუნა ვაჟა. შტუმათი ხლა მოსულან და არ მიდა რაღაც ცეკვათან სიმღერა და რა. მომზანდით ვაჟებო მომზანდით. აქ ამშვიდობა. ესე იგი, შენთან ბაითის ყიდვა გინდა რა ჯიგარო? ჯიგარო არა, გია. ჯიგარო რა, გია? ჯიგარო გია არა, გია მიროტაძე. გია მიროტაძე ჯიგარო. არა, ჯიგარო. ინჟინერი ვარ, ჯიგარი არა ვარ. ვა, ინჟინერები ხომ საერთოდ ჯიგრები ხართ რა. ესე დაუფასებლები კი ვართ, ესე მართალია. რა კაი ლოკებია. გევაჯა. გონი ვიყიდე რა. ადლო. იცი რა ვქნათ, ამ დღეებში ამოვიდეთ ერთი ხბო დავკლათ ეზოში. კაი ერთი მეზობლებმა რა უნდა თქვან კაც. კაი, ისა სხვა ოთახებს კიდე დავათვალიერე. შეიძლება გელამ. ლაშა, აი ეს არის გია. ლაშა, გია, სასიამოვნოა. აჰა. ის კიდე ჩვენი დარტყმულის დარტყმულია. ადა, რა გადაწყვეტეთ, ჩემო კარგო? იცი რა არის გია? მეუბნებოდი.
ნუ ბიჭოლა, ეს მართლა ვინ ყოფილა? ეს არა, მართალი ხარ. თქვენ მართლა არწდებით ადამიანებში. და რა ვქნათ, ა? მე მოვიფიქრე ლაშა. გიამ უნდა იყიდოს ბინა და 100 დოლარი შენ უნდა დაუმატო. ხო. მე ხო. შენი ყარის მეზობელია და მე ხوار დაუმატებ. არა, ესე პრინციპში 100 დოლარი მიიღებს კი. კი. პატა, ლაშა გეძახის ერთ წუთს. უკაცრავად ეს მე ვარ თქვენი უსაყვარლესი მეზობელი. დიახ. მივხვდი. მომისმინე პატა, ეხლა ყურადღებით მომისმინე. შენ გიას მიყიდე ეს ბინა და ჩემი ვალიდან 100 დოლარს მე გამოგიქვით. 200 დოლარი და შევთანხმდით. $100 და შევთანხმდით. ხო, აბა მე რა გითხარი? ელენე, შენ არჩევნებში ამათ მიეცი, ხო ხმა? კი, მაგრამ ისევ წააგეს. არა უშავს ელენე, ერთხელაც ქართველი ერი მიხვდება რომ ამათ უნდა ანდონ ჩვენი ქვეყნის ბედი და რა ვიცი, იქნება გვეშოლოს კიდეც. აბა ხალხო, მოემზადეთ, მაგარი ფოკუსი უნდა გაჩვენოთ. ლაშები 5 ლარიანი კიდევ გაქვს? კიდე დაგეწვა ნიკა ის 5 ლარიანი, ა? შენ კიდე სულ რაღაცებზე ივარჯიშე და მე გადადიან ფულის კუპიურებზე. ყრია ეს რაღაც სადმე 25 ლარი, ა? ნიკა მიდი გააკან. ვერ ვაღებ თქვენ გააღებთ. მომილოცეთ ხალხო, ბინა გავყიდე. მართლა და თქვენს გილოცავთ, თვალებს გიბრუნებს უყოლას. საგარი მაშინ. ყველა ვალს შენი ვალია ხო? ყველა ვალს აბრუნე? არა, ყველას არა. აი თემურო ვარ მეორე საფთულზე, ხო იცი? მაგის 800 ლარი მაგ და არ ვაძლევ მაგას. აბა, რატო? მაგას ვერები კაცო. ხო, აი ეს შენ გამომართუ შენი ვალია და გადათვალე მაინც. არა, პატა იყოს. გადათვალე. ფალიკას ფულს და მოუყავს. ხო, მართალი ხარ. პატა, გახსოვს დილით რომ შემოხვედის სასტრაფოდ 200 ლარი დამიმატოთ ჭირდებაო, გახსოვს რომ მოგეცი? ეგ გახსოვს, მე მეგონა ხო. რა ვიცი, მე ვფიქრე ნამძინერებინო ვიყავი არ დაგამახსოვრდებოდა და ხო, კაი, ხო, ისა დამაცადე ცოტა და დაგიბრუნებ აუცილებლად, კარგი ხო. პატა, ის ახალი მეზობელი როდის გადმოდის? არ ვიცი, ლაშა, მე გასაღები მივეცი და როცა უნდა მაშინ გადმოვა, თვითონ როცა არ ვიცი და. გასაღები მიეცი? კი. შენ სად უნდა იცხოვრო? ვაიმე, მაგაზე კი არ მიფიქრე. მაგაზე იცით რა დამემართა მოგიყვეთ ხა ჩემი ამბავი, სახში ხო ვიყავი და უცბად სახლში გავყიდე ამდენი ფული რომ მოიტანა. ხვდები? ამდენი ხანი ფული არ მქონა, ნახეთ რომ თავი ნახე ამდენი ფული, ხო გონება დამებინდა და მაგაზე კი არ მიფიქრე სად უნდა ვიცხოვრო ეკლა. არა უშავს ახლა პატა, შენ დარჩენის პრობლემა არ გექნება. აი თეკლას მამის ნერსეს კარი ყოველთვის ღია შენთვის. ლაშა ძმო, შენ ხო იცი მე როგორ მიყვარხარ. მე შენი მეგობარი ვარ, მე შენთვის ამდენი სიკეთე მაგ გაკეთებული, აბა, აი დაფიქრდი ეხლა, აბა მე შენ ხო მეგობრები ვართ ლაშა. აი მელენ ეს დასაწყისი არ მომწონს. ჯერსად ხარ ლაშა, ჯერ ბოლომდე მოისმინე ჯერსად. მოკლედ ბევრი ვარ ვიწოლოთ ეხლა და პირდაპირ გეტყვით რომ სანამ რამე ვარიანტს გამოვნახავ ბინას არამე აქ რჩები. რა? გამორიცხული პატა, გამორიცხული შენ მაგ ვერ დარჩენ. ვერ დარჩები მეთქი პატა, გითხარ. ლაშა, შენ მიცი ისეთი გული გაქვს რომ სახლიდან ვერ გამიშვებ ლაშა. ბიჭო, მომისმინე ერთ წუთი. 4 ცოლი გაუშვი ერთი მეგობარი რომ მივაყოლო დიდი ამბავი. ელენე, შენ ხო იცი როგორ მიყვარხარ, მთელი ოჯახი ხო იცი არა როგორ. კარგი პატა, დარჩი. აი, დავრჩები მაშინ რა ვქნა.
კარგი ბატონო, დარჩი, მაგრამ ოთახი 70 ლარი. ეს ოთახი? კი. არ მინდა ეგ ვარიანტი არ მაწყობ. მომისმინე ახლა შენ 50 ლარი და არ ჩემი. ჰა? კარგი ბატონო, დარჩი. ელენე ყვება ხო შედის? კი, პადა კი შედის. ბატონო, ესე იგი დავიწყებ უკვე მაშინ. არა, ეს კარგი. ეს რანაირად გავთვალე. ეხლა მართლა მაგარი ფოკუსი მაქვს მომზადებული. ფოკუსი თუ გინდა, ჩვენ მოგიმზადეთ ძალიან მაგარი ფოკუსი. პაატა ჩვენთან იცხოვრებს. ალე, ჰოპ. მაგარი. რა არის მაგარი? ბავშვი, ისე კაი ბავშვი ხარ შენ. რა სამოვდი რა ორა ფოკუსიო? ეხლა მე თქვენ თვალწინ გავაჩენ ხოჭოს. ჰოპ. სად არის? შეზურა. კი. წადი გამოიცვალე. ნიკა, მოდი, გინდა ფოკუსი განახო. მოდი. კოზიდან თაფს ვერ გავაქრობ. ვერა. მიდი აბა დაადებინი. ჰოპ. აი ბიჭი ხარ. წა. კარგი მოდიახ, ფოკუსები, მოდიახ, მე უნდა გაჩვენო ფოკუსი, მოდიახ, სად მიდიხარ, რომელი? ფოკუსი გინდა, მოდიახ, მე განახებ ეგ შენ ფოკუსი. აბა, ყურადღებით იყავით ქალბატონო და კაცი, თუ ბავშვი, თუ რა ხარ ავისი. ეხლა მე თქვენ წინაშე გავაჩენ ტრენდს. აბა, ყურადღებით იყავით, მოემზადეთ. შეხედეთ ხელსახოთს. აბა, დიდ ბოდის გიხდით, აი, ღორი გამომივიდა. ტრენდი მიდოდა ღორი გამოვიდა. ეხლა ყურადღებით, ქალბატონო და ბავშვი თუ კაცი რა ხარ შენ? საიდან გინდათ გაქრეს პაატა? აივნიდან თუ სადარბაზოსკარი? აი, ჩუმა თუ არა აქ ჩემთვის ცოტა გადავიწვი, წამოვწები და ხმას არა მოიღებო თქვენს გაჩუმდი ცოტა დავიხალე რა. რა დავაშავი, ასე გდირო პაატამ უნდა იცხოვროს აქ. აი რა დავაშავი, არა მართლა რა დავაშავი, მართლა რა დავაშავი რა. არა ეხლა პატარ-პატარა ცოდები კი მაქვს, მაგრამ ესეთი ეხლა ელენია. კარგი ლაშა, ნუწუწუნებ დაწნარდი, ისედაც ქორწილის მერე მე და ნიკა გადავდივართ, შენც მარტო არ იქნები. უი, მართლა, გადადიხართ ელენე, ხო? ლაშა გაგიფრინდა და არა. კი, გამიფრინდა და, მაგრამ ყოველი შემომიფრინდა. მე წამიყვანეთ რა, გეხვეწები, მე წამიყვანეთ ილიასთან, ჰა? გამარჯობა. გამარჯობა. აშა როგორ ახლა რა? გამარჯობა ილია, ვალი გადახდილია. ვატაშორის შენს გამარჯობა ეკა. ალე ჰოპ. მე ავალ ახლა ზევით ბავშვის ოთახში წამოწვევი, ფოკუს გავაკეთებ რა. ალე ჰოპ. თუ რამე დაგჭირდეს ლაშა ხო ზევით ვიქნები ოთახში და ამოდი ოღონდ არ გამოგვიზა ხო? ეკა შენ დაჯექი? მე ილიას საქორწინო მოსაწვევებს ვაჩვენებ და მესმე პატიჟებით ქორწილში რა? ლაშა ბიძია. რა თენი იმაზე დღეს რო ვილაპარაკეთ, ჰა? გადაწყვეტე რამე თუ ვაჩვენო ელენეს სურათი. მოდი აქ, მოიცადე ეს ცოტა რა სურათი უნდა აჩვენო, აი გამომართე ფული აგერ არის. იცი რა არის? ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ
ეს თანხა ცოტა არ მეყოფა. დაახლოებით 1-5,000 მაინც დამჭირდება ალბათ. ასე რომ რა 5,000? რა 5,000? არა თუ არა გაქვს ლაშიკო არ არის პრობლემა. უბრალოდ ელენე რო გამოვა მე ვაჩვენებ ფოტოს. ახლა მომისმინე. არანაირი ფოტოს ჩვენება არის. ვაჩვენო ახლა ელენეს. არა რა უნდა აჩვენო, მოდის მოიცადე, მოვილაპარაკოთ ახლა. მოიცადე ერთი წუთი დამაცადე, მოვიფიქროთ ახლა მაშინ. 5,000. გამარჯობა ილია. გამარჯობა. ელენე მომისმინე ჩვენ ისეთი ამბავი გავიგეთ რომ შენც უნდა იცოდე. ხო ელენე შენც ის სიურპრიზი ხალხო ეხლა მართლა ძალიან მაგარი ფოკუსი მომამზადე. ხო, ვაჩვენიება. აბა. დადამ! იქნება ამიხსნა რამე, ჰა? ან ეს გოგო თუ შენი საცოლია, მე ვინ ვარ? ნიკა, ეს მართლა სერიოზული ფოკუსი გამოგივიდა. და შეგერდი წუთი მოდი აქ. გაკეთე გია? კი, აი ეს ფანარი გავაკეთე, ახლა უთოს მოურჩები ალბათ და მე აი მიქსერი დარჩა და მოჩ. და რა ოქროს ხელები გქონია გია. ამას ყველაფერს რომ მორჩები, მე აი ფენი მაქვს გადამწვარი 3 წლის წინ ამბი ფეთქდა და სუნი გავუშვა და არ გადავარდე და იქნებ მე ესეც გამიკეთო. კარგი, ნუ დადეთ მან და მე მაგასაც მივხედავ. აი მე რა კარგია ესეთი მეზობელი რომ მეყოლები, როდის გადმოდიხართ? ეს ზუსტად ახლა ფიქრობდი. ხომ არ უთხრა უარი პატას და რამე სხვა ბინა ხომ არ მოუძებნო მე. საქმისა თქვენიცით, მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდეთ, ჩვენ ხომ უკვე ვართ კარგი მეზობლები და ახლობლები არა? ალბათ. მე ოჯახე კაცი ხარ გია და იცი რომ სახლში 1000 რამე ფუჭდება. ხო და დაგირეკავ ხოლმე მოხვალ და გამიკეთებ ყველაფერს ხო გია? მადლობა. ნდობისთვის.